დაუტოვე ეს იმ ქვეყანას, რომელიც ღამით კოსმოსიდან თითქმის არ ჩანს, რომ საქმეს მეტი სიმწვავე შემატოს. რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა. დასავლეთი უკრაინას ეხმარება. ირანი რუსეთს ეხმარება. უკრაინა ირანს ურტყამს. და ახლა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ უკრაინას დაარტყა. აი ომში ჩაფლული მსოფლიოც. მოდით ვცადოთ ამ ყველაფრის არსში გარკვევა, რადგან ყველაფერი ძალიან გაურკვეველია და ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ამბავი არასწორად გადაიქცა მეორე ხარისხოვან ამბად. მართალია, ამ პერიოდში მედიის უმეტესობა ომთან დაკავშირებით სპეკულირებდა რუსეთის შესაძლო მობილიზაციაზე. ამ ჭორების წყარო, როგორც ჩანს, თავად უკრაინის მრავალჯერადი გაფრთხილებებია, რომ ეს შეიძლება მოხდეს. და გასაგებია, რატომ იპყრობს ეს ყურადღებას. ბოლო შემთხვევა, როცა რუსეთმა ეს სცადა, 2022 წლის შემოდგომა იყო, როცა პუტინის ძალაუფლება ალბათ ყველაზე მყიფე იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილეთ, რომ აქ არსებული დაზვერვა ბუნდოვანია და უკრაინას სურს დაანონსოს, რომ მობილიზაცია მოდის, მიუხედავად იმისა, რამდენად სანდოა დაზვერვა, რადგან მობილიზაციის მხოლოდ აჩხდილიც კი საკმარისია, რომ რუსეთში პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს. როგორც არ უნდა იყოს, ამ მობილიზაციის შესახებ საუბარმა უკრაინის მეორე გაფრთხილება უკანა პლანზე გადასცია. თუმცა სწორედ ამ გაფრთხილებას აქვს ბევრად უკეთესი მტკიცებულებები, რომ დაადასტუროს ეს განცხადება. და სწორედ ამიტომ დღეს ვსაუბრობთ ჩრდილოეთ კორეის ჩარევაზე უკრაინის ომში. ეხლა თუ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ნაცნობად ჟღერს, გასაგებია. 2024 წელს, როდესაც უკრაინამ კურსკში შეიჭრა, კრემლმა აღმოაჩინა, რომ მის წინაშე პოლიტიკური პრობლემა იდგა. რუსი გაწვეული ჯარისკაცები, აქცენტი სწორედ გაწვეულებზე, სამშობლოს დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა 2 წლის წინანდელი მობილიზაციის მთელი პრობლემა ის იყო, რომ საშუალო რუსს არ სურდა კრემლის დასავლეთისკენ მიმართულ ამაო პროექტში მონაწილეობა, თუნდაც შედეგები ფედერაციის ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. საზღვრის დაცვაზე დანიშნული გაწვეული ჯარისკაცები იგივე არ იყვნენ, ვინც 2022 წლის შემოდგომაზე გაიწვიეს, მაგრამ ისინი მაინც უკმაყოფილო იყვნენ შექმნილი მდგომარეობით. შესაბამისად, მათ, ვინც კურსკის დაცვაში მონაწილეობაზე თანახმა იყო, ხელფასის დამატებითი პრემია უნდა მიეღოთ. კერძოდ, იგივე ხელფასის პრემია, რომელიც კრემლმა უკრაინაში მიმავალ მოხალისე კონტრაქტურ ჯარისკაცებს დაუნიშნა. მაგრამ ეს ნიშნავდა რუსი ჯარისკაცების ფრონტის ხაზიდან და დონბასიდან კურსკში გადაყვანას, რაც ხელს შეუშლიდა რუსეთის შესაძლებლობას მიეღწია ტერიტორიული წარმატებისთვის უკრაინაში. ამიტომ კრემლმა სრულიად ჩვეულებრივი ნაბიჯი გადადგა საპასუხოდ, მთელი ევრაზიის მასშტაბით მიმართა ყველაზე დიდ საერთაშორისო გარიყულ ქვეყანას. დაახლოებით 12,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკში ოქტომბერში დაიწყო ჩამოსვლა. დაახლოებით 5 თვე დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ უკრაინამ კურსკიდან უკან დაიხია. ჩრდილოეთ კორეა გადამწყვეტი აღმოჩნდა თავდაცვით ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ კიმის ჯარისკაცები თანამედროვე ბრძოლის რეალობისთვის მოუმზადებლები იყვნენ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩრდილოეთ კორეის აქტივობა მხოლოდ კურსკის იმ მონაკვეთით შემოიფარგლებოდა. ჩრდილოეთ კორეის ჯარები არც აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე იყვნენ და არც კიევში სამიზნეებს ბომბავდნენ. რუსეთმა ფაქტობრივად გაცვალა მილიარდობით დოლარი ტექნიკური დახმარება ჩრდილოეთ კორეის იარაღის პროგრამებისთვის და ტონობით სურსათის დახმარება ცოცხალი ძალის შემოდინების სანაცვლოდ, რითაც არმიის გაწვევასთან დაკავშირებული პოლიტიკური პრობლემები მოსკოვიდან ფხენიანზე გადაიტანა. სწორედ ასე იყო საქმეები უკვე 1 წელზე მეტია. პერიოდულად უკრაინა ატენებდა ბრალდებებს, რომ ჩრდილოეთ კორეა საზღვარს გაღმა სარაკეტო ცეცხლს ხსნიდა. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ესკალაციის დინამიკის შესახებ შეშფოთება აქ ფართო დასავლეთის ყურადღებას ვერ იპყრობდა. ძირითადად იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეის პასუხისმგებლობა დადასტურებული არ იყო. კარგი, ეხლა გადავიდეთ სულ რამდენიმე კვირის წინ და პირველ ნიშნებზე, რომ შეიძლება რაღაცა ახალი ხდება. ზელენსკიმ გამოაქვეყნა სადაზორო შეფასება, რომ ჩრდილოეთ კორეა აპირებდა 30,000 ახალი ჯარისკაცის გაგზავნას რუსეთში. გახსოვდეთ, კურსკის დაცვისთვის მხოლოდ დაახლოებით 12,000 ჩრდილოეთ კორეელი გამოიყენეს. 30,000 ახალი ჯარისკაცი მნიშვნელოვანი რაოდენობაა. და ეს კიდევ უფრო საინტერესო და უნიკალურია 2 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით, თუ არ ფიქრობ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეძლებს ახალი შეტევის დაწყებას რუსეთში. მედიაში არსებული დამაბნეველი სიტუაციის კიდევ უფრო გასამძაფრებლად, ეს ბრალდება მოჰყვა მტკიცებულებას, რომ რუსეთი ამზადებდა ლოგისტიკურ ოპერაციებს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტის მისაღებად. ეს მკვეთრად განსხვავდებოდა რუსეთის მობილიზაციის შესახებ ბევრად რბილი განცხადებებისგან, თუმცა სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მედიის ყურადღების ცენტრში. და ეს გვიყვანს აგვისტოს 10-11-ის ღამესთან, როდესაც რუსეთმა, ან სულ მცირე, რუსეთ-მესეთში მოქმედმა რომელიღაცა სტრუქტურამ კიევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით რაკეტების მასირებული შეტევა განახორციელა. კიევი სამართლიანად იღებს ლომის წილს ყურადღებისა რაკეტული თავდასხმების დროს, მაგრამ ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში ზაპოროჟია აღმოჩნდა.
მთავარი სამიზნე, როგორც ჩანს, იყო ზაპოროჟტალი, უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ფოლადის ქარხანა. მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ამ თავდასხმას გამორჩეულს ხდიდა. სწორედ თავდასხმის ხერხი იყო გამორჩეული. როგორც წესი იყო ისკანდერისა და სხვა რუსული ბალისტიკური რაკეტებიც. მაგრამ მისი უნიკალური მხარე იყო KN-20 სამი ტიპის რაკეტების გარკვეული რაოდენობა. ანუ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები. რამდენია ეს გაურკვეველია. ისინი ფაქტობრივად ჩრდილოეთ კორეის ვერსია ისკანდერისა და რადარზე თითქმის იდენტურად გამოიყურებიან. ზუსტი იდენტიფიკაციისთვის კი საჭიროა ნამსხვრევების დეტალურად შესწავლა. მიუხედავად ამისა, რაც აქ შემაშფოთებელია, არის ის, რომ ზოგიერთი გაშვების წერტილი იმავე რეგიონიდან იყო, სადაც როგორც ჩანს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო სცენარისთვის ემზადებოდა. და ანგარიშებში არ არის მითითებული, ვინ ისროლა რეალურად. ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი შესაძლო ვარიანტი, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ერთი ვარიანტია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთსაც რაკეტების პარტია მიაწოდა, რომელსაც ახლა კრემლი იყენებს. ეს ომში ფუნდამენტურ ცვლილებას არ გამოიწვევს. რუსეთმა უკვე 100-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეულით გაუშვა, დაწყებული 2023 წლის ბოლო დღეებიდან. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რაკეტები ომის ამ ეტაპზე. მხოლოდ გუშინ საუბრობდით იმაზე, რომ უკრაინამ დრონების პრობლემა კონტროლქვეშ აიყვანა, მაგრამ ფაქტობრივად უძლურია რაკეტების წინააღმდეგ. აი ეს ხდება მაშინ, როცა პეტრიოტის მარაგი იწურება. და თავდაცვის ნაკლებობა, როგორც ჩანს, ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშზეც აისახა, რადგან არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე რაკეტა ჩამოაგდეს. შესაბამისად, მოსკოვისთვის ბუნებრივი არჩევანია მეტი ბალისტიკური რაკეტის შეძენა ფხენიანიდან. ეს, რა თქმა უნდა, ფასად უჯდებათ. ჩრდილოეთ კორეა ამას უფასოდ არ აკეთებს, მაგრამ უფრო ლოგიკურია, ვიდრე დამატებითი თანხების ჩადება შაჰედის ქარხანაში, დამატებითი ცვლებისთვის, როცა უკრაინა უბრალოდ ჩამოაგდებს მათ. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც დარწმუნებული ვარ კრემლს არ გამორჩენია, ისაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ფლამინგო მთელი აზიის გადარმა გადააფრინოს და გაანადგუროს რომელიმე შესაბამისი ქარხანა. განსხვავებით იმისგან, რის გაკეთებაც უკრაინამ შეიძლება დაიწყოს რუსეთის შიგნით, ეხლა თუ მხოლოდ იარაღის გადაცემა ხდება, ემაინც აშკარად აჩვენებს ასიმეტრიას ომში, იმასთან შედარებით, როგორც ევროპა და ბაიდენის ადმინისტრაცია უდგებიან საკითხებს. ერთზოდ კონსერვატიული მიდგომაა დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვაზე რუსეთის შიგნით ჯიგნით დარტყმისთვის. აქ ცოტა არ იყოს შეუდარებელ რაღაცებს ადარებენ. მესამე მხარის დახმარებით განხორციელებული დარტყმის შემდეგ რუსეთს უფრო მეტი გეოპოლიტიკური არჩევანი აქვს ვიდრე უკრაინას. მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა მაინც არახელსაყრელ მდგომარეობაშია. ამ ამბის უფრო საინტერესო მხარე ის არის, ნამდვილად გაუშვა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები. ჩვენი ინფორმაციით ეს პირველად მოხდებოდა. უფრო ფართო კონტექსტში ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის შიგნით მიმდინარე ომი ორმხრივი ჩარჩოდან გამოვიდოდა. დიახ, შეგვიძლია ცოტა დრო დაუთმოთ ამ მტკიცების შესაბამის შენიშვნებს. გახსოვდეთ, ცოტა ხნის წინ თქვით, რომ კურსკი რუსეთის ტერიტორიაზეა. ტექნიკურად ჩრდილოეთ კორეა აქ უკრაინაში არ შესულა. მხოლოდ შესაძლოა მისი რაკეტები შევიდნენ. რუსული დრონები და სხვა საეჭვო ობიექტები ბევრ ნატოს ქვეყანაში აღმოჩნდნენ. შემდეგ არის ომის უცნაური წითელი ხაზი. ზოგადად როცა ერთია, რომ მე ძალიან დიდი ბომბი გადმოგცე, მაგრამ როგორ გაუბედო მე თვითონ დავაჭირო ღილაკს და გაუშვა ის. მთელი ეს სიტუაცია ძალიან უცნაურია. თუ ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის რაკეტებზე პასუხისმგებელი მობილური საცეცხლო ჯგუფების დაკომპლექტება განსაკუთრებით შრომატევადი პროცესი არ არის, მაშინ რატომ სჭირდება რუსეთს საერთოდ ჩრდილოეთ კორეა ამისთვის? საგულისხმოდ კიევი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 90 ჩრდილოეთ კორეელი განთავსდა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 6 გამშვებითა და 120 რაკეტით ამ მიზნით. მართლა ასე ძალიან სჭირდება რუსეთს ცოცხალი ძალა? ეს დაადასტურებდა იმ აზრს, რომ რუსეთი 9,5 კაცის მობილიზაციამდე მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტი გვაშორებს. მაგრამ მეორეს მხრივ, არეულობის პერიოდის შემდეგ გასული კვარტლის კონტრაქტით გაწვევის მაჩვენებლები კრემლისთვის საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. დღეში 1000 კაცს აღწევს, რაც საკმარისია არსებული საბრძოლო მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელფასები ისევ გაიზარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯარისკაცები მაინც იქ არიან. მაგრამ ეს მაინც არ ხსნის, რატო ამზადებს რუსეთი, როგორც ამბობენ, 10,000-ობით ჩრდილოეთ კორეელის განთავსებას რუსეთში. ეს იმით არის გამოთვეული, რომ რუსების ამ საქმისთვის მომზადება ვერ ხერხდება. შეიძლება, მაგრამ რუსებს ადრე უკვე გამოუყენებიათ ეს იარაღები. რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ გაზარდონ რიგები, როგორც ამას ჩვეულებრივი არმია გააკეთებდა? მათ ამის გასაკეთებლად 1 წელზე მეტი ჰქონდათ. და ჩვენ არ ხედავთ იმდენად დიდ რაოდენობას ჩრდილოეთ კორეული რაკეტების ერთ შეტევაში, რომ ასეთი წვრთნა რუსეთს შესაძლებლობებს გადააჯარბებდეს. და თუ ეს მხოლოდ რუსეთის შეტევაა ამ მომენტში, მაშინ კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხოთ, რას აკეთებენ იქ ფიზიკურად მყოფი ჩრდილოეთ კორეელები.
ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ოფიცერი, რომლებიც ოპერაციას აკვირდებიან, მონაცემებს აგროვებენ და რუსეთს პრობლემების გადასკადაჭრაში ეხმარებიან. ამაში დარწმუნებული ვარ, ეს უკვე წლებია ხდება და ეს ჩვეულებრივი ამბავია ორივე მხარეს ფრონტის ხაზზე. ან რუსეთი უბრალოდ ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეამ ჩუმა დაიღოს ყველაფერი ხელში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლიტიკური პირობები ისე შექმნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არავის აინტერესებდეს ჩრდილოეთ კორეის რაკეტები. მიუხედავად იმისა, ვინ ისვრის მათ? მთელი ეს სიტუაცია უკრაინისთვის არაერთ მნიშვნელოვანია. თუ რუსეთმა მართლაც დახმარება ითხოვა, აქ გარკვეული დადებითი მხარეც არის. კრემლმა კიდევ ერთ დაბრკოლებას წააწყდა თავისი შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში. მიუხედავად ამისა და დარწმუნებული ვარ, რომ საპირისპირო ზედმეტად ოპტიმისტურ არგუმენტებსაც მოისმენთ, ეს მთლიანობაში კარგი ამბავი არ არის უკრაინისთვის. დასავლეთის წინააღმდეგ შექმნილი ფართო ანტიკოალიცია რთულ ბალანსს ინარჩუნებს, სადაც თითოეულს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ მთავრობებს შეზღუდული პოლიტიკური კაპიტალი აქვთ, რომ საკუთარი სურვილები განახორციელონ. რუსეთმა ომის განმავლობაში წარმატებას იქამდე მიაღწია, რომ თავისი პოლიტიკური პრობლემებისთვის იაფი გამოსავლები იპოვა და შემდეგ თავისი სიმდიდრე სრულად ამ მიმართულებით გამოიყენა. ასე წარმოიდგინეთ, ანტიკოალიციაში თითოეულ ქვეყანას თავისი ზღვარი აქვს. თუ რამდენ უაზრობასაც, უკეთესი სიტყვის უქონლობის გამო შეუძლია აიტანოს. ზოგიერთი თვალსაზრისით შესაძლებელია უაზრობა ფულზე გაცვალა. თუ მეტი ფულია ხელმისაწვდომი, მთავრობას შეუძლია მეტი კეთილგანწყობა იყიდოს ქვეყანაში, რათა უაზრობა დააბალანსოს. ჩინეთის ტოლერანტობა ამ უაზრობის მიმართ ფაქტობრივად არ არსებობს. იყიდეთ ჩინური პროდუქცია და გაყიდეთ თქვენი პროდუქცია ჩინეთს ფასდაგლებით, მაგრამ იქ პოლიტიკური დახმარება არ იქნება. ირანს ჰქონდა გონივრული ტოლერანტობა დაახლოებით 6 თვის წინამდე. მაგრამ ახლა, როცა შეერთებული შტატები ატარებს თავის სპეციალურ ჰორმუზის ოპერაციას, სისტემაში საერთოდ აღარ არის თავისუფალი რესურსი. და მაშინაც კი, როცა ეს დასრულდება, ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა კვლავ ფრთხილად იყოს შიდა პროტესტების მიმართ. ამის ნაცვლად თავისუფალი რესურსი სწორედ ჩრდილოეთ კორეაშია. და ეს კიდევ უფრო უკეთესია რუსეთისთვის, რადგან პოლიტიკური ტვირთის პიონგიანგზე გადატანის საზღვრული ხარჯი შედარებით დაბალია. ჩრდილოეთ კორეა იმდენად ღარიბია, რომ რამდენიმე რუბლიც კი დიდ საქმეს აკეთებს. ამიტომ, სათაურის კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ჩრდილოეთ კორეა ამ ომში. შეიძლება ჩრდილოეთ კორეელები ახლა ღილაკებს აჭერენ, რომ უკრაინაზე ისროლონ. შეიძლება მალე ბევრად მეტსაც გააკეთებენ, რადგან ასეთი ოპერაციების გასაფართოებლად 10,000-ობით ჯარისკაცი საჭირო არ არის. მაგრამ თუნდაც ეს ყველაფერი ეხლა არ ხდებოდეს, არსებობს კარგი თეორიული მიზეზი ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მალე მოხდეს. ამასობაში თუ გსურთ დაბრუნდეთ უფრო მარტივ დროს, როცა ორმხრივ კონფლიქტზე ვფიქრობდით, გადახედეთ ამ ორი შესანიშნავი წიგნიდან ერთ-ერთს, შეჭრის დასაწყისზე. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.